დღეს ვართ კრაფტ ფუდში და უნდა გავსინჯოთ ყველაფერი შავი. აქ მაქვს შავი შაურმა, შავი ბურგერები, შავი პიცა და რა თქმა უნდა შავი ჰოთ-დოგი. რო გითხრათ რომ ეს ყველაფერი მარტო მე უნდა ვჭამო, ალბათ არ დამიჯერებთ. ამიტომ თქვენ თვალს წინ ახლა ყველაფერს გავსინჯავ. პირველს გავსინჯავ ბურგერს კენკრით, იმიტომ რომ განსაკუთრებით მიყვარს ძალიან გემოები, სადაც არის შეხამებული ტკბილი და მარილიანი. ძალიან გემრიელი ხორცი არის გამოყენებული. სხვათა შორის არ არის დამატებული ღორის ხორცი, რაც პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დავწუნებული ბევრისთვის არის მნიშვნელოვანი. აისბერგი არის გამოყენებული და არა უბრალოდ სალათის ფოთლები და მაგის გამო უფრო ხრაშუნა და უფრო ფრეშ არის თვითონ ბურგერი. ჰოთ-დოგის ძალიან დიდი მოყვარული ვარ. აბა გავსინჯოთ შავი ჰოთ-დოგი ხალაპენიოთი. როგორ იცნობ რომ თვითონ სოსისები არის დამზადებული კრაფტ ფუდში. იყენებენ მარტო ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტებს და სხვათა შორის ზუსტად მაგიდომ კრაფტ ფუდის ფასტ ფუდს მე არასოდეს არ ვერედები ჭამისგან. აბა რამდენს გაქვთ გასინჯული შავი პიცა? მე არ მაქვს და ეხლა პირველად გავსინჯავ თქვენთან ერთად. ამას შეხედეთ რა თხელია და რა ლამაზია. მოდით გავსინჯოთ. სამყველიან პიცას ძალიან უხდება ეს უსაყვარლესი ბაზილიკის ფოთლები. ძალიან გემრიელია და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი პლუსი არის აი ამის სითხელე. ამას შეხედეთ. ბოლოს დარჩა ჩვენი მთავარი გმირი დღევანდელი ვიდეოს. ეს არის შავი შაურმა და ჩემი აზრით ზოგადად კრაფტ ფუდი შავი შაურმა არის მთავარი ღირსშესანიშნაობა, იმიტომ რომ ამის მერე შაურმაზე შეხედულება პირადად შემეცვალა მე. მე მივდივარ იმ ადგილებში, სადაც ვიცი რისგან მზადდება პროდუქტი და რა თქმა უნდა შაურმაში განსაკუთრებით არ იყენებენ მაიონეზს. დავრჩი საწმის გარეშე შეიჭამა უკვე ყველაფერი. თუ გინდათ ეგრე ძალიან კარგად გემრიელად და რაც მთავარია ჯანსაღად ჭამა. აწი უკვე ფასონში შეგიძლიათ მოხვიდეთ ნურის ტბას პარკთან, თეთრ კოლონადებთან და გასინჯოთ ყველანაირი გემრიელი ჯანსაღი ფასტ ფუდი კრაფტ ფუდში.